1757 წლის 14 დეკემბერი. ხრესილის ყინულოვანი ველი, ზამთრის ამ სუსხიან დილას იმერეთის ბედი წყდებოდა. სოლომონ პირველის 16,000-იანი ლაშქარი, თავადები, აზნაურები და უბრალო მეომრები მედგრად დახვდა 55,000-იან ოსმალურ არმიას. მტერს გზას საკუთარი ქვეყნის მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე უჩვენებდა. თუმცა მეფის გარშემო სამშობლოს ერთგული გმირები გაერთიანდნენ. ბერი წულუკიძე, კაცია კოპალიანი, პაპუნა წერეთელი და 78 წლის ხუტუნია შერვაშიძე, რომელიც იმერეთის დასაცავად 1600 აფხაზი მეომრით გამოცხადდა. ბრძოლა პირველივე წუთებიდან სასტიკი გამოდგა. ბერი წულუკიძის ქვეითებმა მტრის მარცხენა ფრთა-პირწმინდად გაანადგურეს. თავად სოლომონ პირველი ბრძოლის ეპიცენტრში იბრძოდა და საკუთარი ხელით მოკლა მტრის სარდალი გოლა ფაშა. 78 წლის ხუტუნია შერვაშიძემ ვიდრე გმირულად დაეცემოდა 16 ოსმალის მოკლა მოასწრო. მოღალატე ლევან აბაშიძემ კი აღსასრული ქართველთა ხელით ხპოვა და იმედი მაქვს, რომ დღემდე მისი გაყიდული სული ჯოჯოხეთის ცეცხლში ლამაზად იწვის. იმ დღეს ხრესილის ველზე 45,000-მდე ურჯულო დაეცა. ეს იყო მეორე დიდგორი, ბრწყინვალე გამარჯვება, რომელმაც ქართული სულის გაუტეხელობა დაამტკიცა და დასავლეთ საქართველოს თავისუფლების იმედი დაუბრუნა.